კიდევ ერთხელ მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ, თქვენ რადიო იმედს უსმენთ და ახლა უნდა წარმოგიდგინოთ ძალიან საინტერესო სტუმრები, ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ თავიანთი კონკრეტული მიმართულება და უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვეს TikTok-ის პლატფორმაზე. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ თანამედროვე ციფრულ სამყაროში, როდესაც ყველა ადამიანს, ვისაც კი ტელეფონი ხელში უჭირავს, აქვს საშუალება იმის, რომ გააზიაროს თავისი ამბავი და ძალიან დიდი არჩევანია, ინფორმაციული მორევია, რასაც შეგვიძლია პირდაპირ ასე დავარქვათ. ძალიან რთულია აი ასეთ დიდ კონკურენციაში თავი დაიმკვიდრო და რაც თავია კონკრეტული ხაზი იპოვო, რაც იქნება საინტერესო, ინფორმაციული და არ იქნება რაღაცნაირად 1000-ჯერ გადამღერებული და დაბალი და მდარე ხარისხის ამბავი, რომლითაც სამწუხაროდ ხშირად არის ხოლმე სავსე სოციალური ქსელები. და აქედან გამომდინარე აი ამ დიდ მასაში უცებ თავი წამოყვა ძალიან საინტერესო ვიდეოებმა, რომლებსაც აი ეს ორი ახალგაზრდა ადამიანი აკეთებს. ახლა გეტყვით რაშია საქმე. გიგი თევზაძე გახლავთ თბილისი ტრანსპორტი არხის წამყვანი. TikTok-ზე შეგიძლიათ გიგი თბილისი ტრანსპორტ ესეთი არხი იპოვოთ და ის არის თბილისის სატრანსპორტო ისტორიის მკვლევარი, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო ვიდეოები ამ თემატიკით და ჩვენი მეორე სტუმარი გიორგი აზმაიფარაშვილი გახსოვთ მისი პროდიუსერი. გიორგი 16 წლის არის, გიგი 17 წლის არის, სრულიად ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლე გახლავთ გიორგი, გიგი აბიტურიენტია და რამდენიმე დღეში უკვე მისაღები გამოცდების, ეროვნული გამოცდების ქართცეცხლში გადაეშვება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ აქვთ ეს ძალიან საინტერესო ჰობი, ინტერესის სფერო და გვიზიარებენ TikTok-ის გვერდზე თავიანთ შემოქმედებას ვიდეოების სახით. მოგესალმებით ბიჭებო, გამარჯობა. მადლობა, რომ რადიო იმედის სტუდიაში ხართ ჩვენი სტუმრები და მოდი გითხარით, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? საერთოდ ტრანსპორტი რატომ გახდა და აღმოჩნდა თქვენი ინტერესის სფერო და ჰობი? მოგესალმებით. გამარჯობა, გიორგი, აბა გისმენთ. ღრმა ბავშვობიდან, როდესაც მშობლებს დავყავდით, გვასეირნებდნენ, ძალიან მაინტერესებდა, ასევე გიგისაც ძალიან აინტერესებდა სიღრმისეულად ტრანსპორტის შეცნობა. რომ წამოვიზარდეთ, დაახლოებით 12-13 წლიდან დაგვაინტერესა უფრო სიღრმისეულად. ბევრი სენსიტიურად გვიყურებდა, იმიტომ რომ ეხლა ამ ბავშვებს ტრანსპორტი და ეს რაღაც ანდეგრაუნდ სივრცე რაღაც არ ეგონათ, რომ ესე კარგად გამოგვიდოდა ამ ვიდეოების და შემეცნების შემეცნება. ხო და აი რა დაგაინტერესათ რა, მაგალითად როგორ დადის მეტროს ვაგონი, რა ძაბვაზე მუშაობს, ავტობუსი რამდენ ხანში ერთხელ აჩერებს გაჩერებაზე, თუ აი რამ დაგაინტერესათ? პირველ რიგში რომ ჩავორმავდეთ რამდენიმე პუნქტად რო დამყოთ, უსაფრთხოება გვაინტერესებდა. აჰა. სტრუქტურა როგორ მუშაობს და ასე შემდეგ. და გაერთიანდით ამ ინტერესით. გიგი, თქვენ უკვე მკვლევარი გქვიათ, ესე რომ იწყებს თქვენი ვიდეო TikTok-ზე, მე მოგესალმებით, მე ვარ სატრანსპორტო ისტორიის მკვლევარი. ეს უკვე განაცხადია. როგორ მიხვედით ამ სტატუსამდე, ა? თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე ამ საქმეში 3 წელია ვართ ჩართულები და 2025 წლის დასაწყისში მოგვაფიქრდა იდეა, რომ განგვეხორციელებინა ეს პროექტი, თუმცა სახსრებისა და მიკროფონის არქონის გამო სამწუხაროდ ვერ მოახერხეთ ეს და ამავე წლის მარტში ფაქტობრივად ალღო აუღეთ ამ არხს, რომ დაწყებულიყო ვიდეოების გადაღება. და გაამართლა თქვენმა დაწყება. მე რასაც ხედავ, ძალიან ბევრი მაყურებელი ყავთ, აქტიურად კომენტარები იწერება და მოდი ახლა უკვე თემატურად მივყვეთ იმ ვიდეოებს, რაც თქვენ გაქვთ გამოქვეყნებული. მაგალითად, ყველაზე საინტერესო არის სატრანსპორტო გადასახადების სისტემა მეტროში და თან თქვენ კოლექცია გაქვთ, ამ კოლექციაზე მოგვიყევი და მე თან კადრში ჩვენს მაყურებლებს ვაჩვენებ, ვინც ჩვენ სტუდიას ხედავს ახლა სოციალური მედიის პლატფორმებზე. კი ბატონო. მოდი იმით დავიწყოთ, რომ როდესაც თბილისის მეტროპოლიტენი გაიხსნა 1966 წელს, მაშინ ჟეტონები არ იყო, ასე რომ ვთქვათ, არ იყო შემოღებული და გადაწყდა თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოსთან და ასე რომ ვთქვათ, საბჭოთა კავშირის მთავრობასთან, რომ შემოღებულიყო, ასე რომ ვთქვათ, აი როგორ ხურდა გადასახადი, კი და ამ ხურდით თქვენ ამავდროულად შეგეძლოთ ტელეფონით დარეკვა და ამავდროულად გამაგრებელი სასმელი წყიდვა და მეტროშიც გასვლა. ტელეფონით დარეკვა, რომელიც იმყო ჩამოკიდებული კედლის ტელეფონები, ესეთი სისტემა შემოიღეს 1985 წელს, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ 1992-ში შემოიღეს რკინისაგან დამზადებული ჟეტონები, რომლებიც 1994 წლამდე იყო და შემდგომ შემოვიდა პლასმასის ჟეტონები, რომლებიც ძირითადად უკრაინაში მზადდებოდა
მეტრო სერვისის კომპანიაში. აი ახლა კადრში ვაჩვენებ მე ამ ყველაფერს ეს წითელი ჟეტონი მახსოვს განსაკუთრებით სიმართლე რო გითხრათ. ეს გამჭვირვალე დიდად არ მახსოვდა რა არსებობდა. გამჭვირვალე 2008 წლის 1 მარტიდან იყო ჩაშვებული 2008-დან ჩაეშვა, ხო? და ასევე უკვე თავისი ლოგოც იკვეთება, იმიტომ რომ ემი აწერია როგორც მეტროს სადგური, ანუ ინგლისურის მაგივრად ქართულად არის. ქართულად არის, ხო, ესეც არის ცვლილება. ანუ 2, 4, 5 ჟეტონი, ანუ ეს არის 5 სხვადასხვა პერიოდი. ბატონო, ასევე არის ცისფერი ჟეტონები, რომლებიც ძირითადად სოციალურთა დაუცველებისათვის იყო გამოყენებული, თუმცა მისი შოვნა, ასე ვთქვათ, პრობლემას ქმნის, იმიტომ რომ არ არის ფაქტობრივად ბაზარზე შემორჩენილი და ფასებიც არის გაორმაგებული მაგისი. აჰა, ეს უკვე თქვენი კოლექციის ნაწილია, ხო? მაინტერესებს ეს ვიდეო რო გამოაქვეყნეთ თქვენ TikTok გვერდზე, როგორი გამოხმაურება ქონდა თუ გაახსენდა ხალხს ნოსტალგია და ის ძველი ხურდები, რითიც ვიხდიდით ადრე. კომენტარებში ბევრი გვიწერდა ბავშვობის ესეთი თემა რო გავახსენეთ. ყველა გვიწერდა აიმით ვიხდიდით ბავშვობა გამახსენეთ და ესე შემდეგ. და თქვენ გაქვთ საინტერესო ამბავი იმაზეც, რომ რადიო იმეც ქონდა გაკეთებული რეპორტაჟი გაყალბებასთან დაკავშირებით წლების წინ, ხო? აი იქნება გაგვახსენოთ ეგრე იყო. როდეს 2001 წლის რომელიღაცა თუ იყო აღარ მახსოვს და ანუ მისულები იყვნენ ჟურნალისტები, ფაქტობრივად იღებდნენ მეტროპოლიტენზე სიუჟეტს რა, ასე რომ ვთქვათ და შემდგომ გაირკვა რეალობაში, რომ ვიღაცა პიროვნება ამზადებდა, აი თქვენ როგორც ხედავთ ამ კადრში 2001 წლიან სამგზავრო აბონემენტებს. აი ამას, დიახ. და პოლიციამ აღმოაჩინა ამის საცავი, ასე რომ ვთქვათ და ფაქტობრივად პიროვნება ციხეში აღმოჩნდა ამის შედგომა, და ამ თემაზე რადიო იმედმა გააკეთა რეპორტაჟი. და სადგურის მორიგეებისგან შევიდა მაგაზე ინფორმაცია, რომ ხალხი ვერ ატარებდა მაგნაყიდს და თურმე გაირკვა, რომ ყალბები იყო დამზადებული. აჰა. ხო, ახლა დღესდღეობით უკვე ვიხდით როგორც მეტროს ბარათით, ასევე საქართველოს ბანკის ჩვეულებრივი პლასტიკური ბარათით. შემდეგი თემა, რომელიც თქვენს ინტერესის სფეროში იყო და ჩვენც ვნახეთ და მოვისმენთ, არის რატომ ჩერდება მეტროპოლიტენის ვაგონი გვირაბში. ანუ ეს არის მომენტი, როდესაც გზას გადის და რაღაც მომენტში აჩერებს, ხო, რამდენიმე წამით. მეტროში გამოიყენება ჩვეულებრივი შუქნიშნების სისტემა. და რელში ტალღური სისტემა, რომელიც მატარებელს ატყობინებს რამდენად ახლოს არის მატარებელი, წინა მატარებელი უკანასთან და ასე შემდეგ. როდესაც პიკი საათია, აი საღამოს 6 საათი მაგალითად, მაგ დროს ინტერვალები მცირდება, ჩამოდის წუთნახევრიან ინტერვალებზე და მატარებლების დაწევა ხშირია. როდესაც გზავნაკადი დიდია და გზავრები მატარებელს გრაფიკიდან აგდებენ, ანუ სანამ შევლენ ახლა თავისი დროუნე, სანამ გავლენ ასე შემდეგ და უკანა მატარებელი ეწევა. და ხშირად ხდება გაჩერება მატარებლების. ამ მდგომარეობასთან ერთად. და ამას არეგულირებს შიდა გვირაბის შიდა შუქნიშანი? კი, ბატონო, შუქნიშნები და სისტემა, რომელიც რელში გადის, რომ მატარებელს შეატყობინებს რამდენი აქვს დასაშვები კილომეტრ-საათის სიჩქარე, ასევე ხელმძღვანელობს ამასთან ერთად დისპეჩერი და გასცემს ბრძანებებს და უამბობს მემანქანის როგორი მოძრაობს. და ამიტომ ჩერდება მატარებელი გვირაბში ზუსტადაც მეტი არაფერი სანერვიულო ხანდახან კი არის ხოლმე შემთხვევები, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია და მაგ დროს ყველა მთლიანი პერსონალი ცდილობს, რომ უცებ აღმოფხვას და მალე გაიხსნას ხაზი მეტროპოლიტენში. აი პიკი საათთან დაკავშირებით ერთი რამ მაინტერესებს. კომენტარებში ვიღაცამ მკითხათ, რომ დაინტერესდა რამდენია რეკორდული მაჩვენებელი მგზავრების გადაყვანისო. და აი დაახლოებით რა რაოდენობის მგზავრი გადაყავს თბილისში მაგალითად ტრანსპორტს, გინდ მეტროზე ვთქვათ, გინდ ავტობუსზე. როდესაც დედაქალაქში არის სადღესასწაულო ღონისძიებები, მაგალითად 26 მაისიან საახალწლო ღონისძიებები და თან არის ხოლმე რომ გახანგრძლივებული განრიგით მუშაობს. ამჟამად როგორც მოგეხსენება თბილისის მეტროპოლიტენის რეკორდული მგზავრთა გადაყვანა იყო 650.000-დან 670.000-მდე მგზავრის, ხოლო ავტობუსების ხრი გაორმაგებულია რახან 218 მეტრიანი ავტობუსი არის შემოყვანილი და ეტაპობრივად ხაზებზე ნაწილდება. ან ამას ამბობთ 24 საათში გადაყვანილი მგზავრების, ხო? მე მაინტერესებს ამ ინფორმაციას საიდან ეძებთ? თქვათ მერიასთან გაქვთ კომუნიკაცია და ისინი გაწვლიან სტატისტიკას და სხვადასხვა თემებს და ისა საიდან? მკვლევარი რომ ხართ, ხო? სატრანსპორტო ისტორიის მკვლევარი. სად იკვლევთ ამ ყველაფერს? ამ ინფორმაციას ძირითადად ვიკვლევთ სატრანსპორტო კომპანიის ვებსაიტიდან, სადაც ყოველდღიურად ღამის 12 საათზე ხდება ინფორმაციის განახლება, ასე რომ ვთქვათ, რამდენი მგზავრი გადაიყვანეს დღიურად. ეს ინფორმაცია გადმოდის ძირითადად გადახდის აპარატებიდან და კარების სენსორებზე არის დამონტაჟებული, მგზავრები რამდენი ამოდის ავტობუსში და ჩადის. უი, რა სამბთ? ანუ სატრანსპორტო კომპანია ყოველდღე ითვლის? კი, ბატონო, მგზავრთა გადაყვანის რა. და მე თქვენ როგორც პროდიუსერი როგორ არჩევთ რა თემატიკა უნდა გააკეთოთ? ძირითადად აი ყველაზე სენსიტიურ თემებს ვეხებით. აი ხა პირველი წეგან მქონდა კითხვა, აი მატარებლის გვირაბში გაჩერება.
ეგ ყველაზე სენსიტიური თემა, ყველაზე ეშინია მის და გვინდა რომ რაღაც გაგვიქარწყლებინა ეს შიში მათთვის. და აი ესეთი ძირითადი თემები რაც არის უსაფრთხოების თემები, ძირითადად მაგაზე უფრო ვაკეთებთ აქცენტს. შიში ალბათ იქიდან გამომდინარე რომ ჯერ ერთი მიწის ქვეშა ტერიტორია, ზოგს კლაუსტროფობია აქვს, ფიქრობს რომ რაღაც მოხდა და ისიც თქვათ რომ 90-იანები თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ მე ხომ ახსოვს და ჩემს მშობლებს იყო ხშირად ესეთი შემთხვევები რომ გაჩერდებოდა ვაგონი და ან შუქი ჩაქრებოდა, ან ხალხს ფეხით უწევდა ვაგონიდან გამოსვლა და ეს მაინც მეხსიერებაში არის ჩარჩენილი. და ამიტომ არ გაგვამტყუნოთ ამ შიშებში უფროსი თაობის წარმომადგენლები ძალიან გთხოვთ. კარგი, შემდეგი თემა როგორ მიეწოდება მეტროს ელექტროენერგია? ეს საიდან არჩიეთ და ინფორმაცია საიდან მოიტანეთ? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში თემა მეტროპოლიტენში, რადგან რეილსის გვერდზე მესამე რეილსად არის გამოყენებული 825 ვოლტის ძაბვის რკინის კონსტრუქცია, რომლიდანაც მატარებელი იღებს ძაბვას. და ამასთან ერთად ღმერთმა არქნას დაიმა, როცა ვარდება გზაური რეილსებში, პირდაპირ მასთან არის საშიშროება, რომ ამ ხელა ვოლტის დენმა მას არ დაარტყას. აი, ეგ შეკითხვა სხვათა შორის ისეც უნდა დამესვა, ანუ სამწუხაროდ არის ხოლმე მსოფლიოშიც და საქართველოშიც ესეთი ტრაგიკული შემთხვევები, რომ ადამიანი ჩავარდა მეტროში, მაგრამ ნახეთ რა მაინტერესებს ეს საშიში სულ ფიქრობთ ხომ არის? იმიტომ რომ თქვათ მე მანქანე სწრაფად ვერ გააჩერებს და შეჯახება შეიძლება მოხდეს, თუ სულ როცა არიელი იყოს, მაინც ძაბვა მას მიიყვანს მძიმე შედეგებამდე და ფატალურად შეიძლება დასრულდეს. აი, ეგ განგვიმარტეთ რა. არის ჩართული დილის 5 საათიდან ღამის 1 საათამდე, სანამ ყველა მატარებელი არ შევა დეპოში და ჩიხებში. ანუ ეს არის ღია და დაუცველი ძაბვა, ღია ძაბვა. დაცვა აქვს, მაგრამ ამ ხელა ვოლტაჟობის ძაბვაზე დაცვა რამდენად მოქმედებს, მაინც უფრთხილდება, მთლიანი პერსონალიც კი უფრთხილდება ამ დაცვის მექანიზმებს. ხო, ანუ დენის დარტყმა არის გარდაუვალი ასეთ შემთხვევაში. თქვენ საიდან მოიძიეთ ესენი, იმიტომ რომ იქ ერთმა დაინტერესებულმა ადამიანმა ვნახე რომ ამ ვიდეოს კომენტარებში კონკრეტულად ძაბვის რაღაცა გამზომი არ ვიცი ციფრებში როგორ იზომება, არ არის ეს ჩემი სფერო, მაგრამ იმან როგორც გითხათ, თქვენც ასევე კომპეტენტურად უპასუხეთ და საიდან მოდის ეს ინფორმაცია? ეს ინფორმაცია ძირითადად მოდის მეტროპოლიტენის ძველი წიგნებიდან, რომელიც მე სახში მაქვს ასე რომ ვთქვათ. წიგნებითაც მეცადინე. 1978 წელს გამოიცა თბილისის მეტროპოლიტენზე ასე ვთქვათ საინფორმაციო წიგნი მეტროპოლიტენის იუბილეებთან დაკავშირებით და გამოცემული არის ძალიან ბევრი, ოღონდ მათი შოვნა არის ცოტა რთული ამავდროულად. და შენ შოულობ, ეძებ, კითხულობ და აქედან იღრმავებ ცოდნას. შალხიძეს დავდივარ ხოლმე რომ გავიგო თუ არის რამე შემოტანილი ახალი რომ მე ეგრევე ავიღო, იმიტომ რომ ძალიან მალე იმაშვება რა, იფანტება ასე რომ თქვა. საიდან ესეთი ინტერესი და სიყვარული ტრანსპორტის მიმართ გიგი? ეს ეხა მაინც ბავშვობიდან მოდის ძირითადად და აი ჟეტონების ამბავმა მაინც უფრო აი პატარაობიდან ასაკში დამაინტერესა, მაგრამ მე უფრო ფართო მასშტაბიანი სახე მიიღო 2 წლის უკან. და დაიწყე კოლექციის შეგროვება და დაიწყე კითხვები. აი კიდე არანაკლებ სენსიტიური და მგრძნობიარე თემა, კარის დაჭერა. იმიტომ რომ ეს რო სწრაფად იკეტება, ხანდახან არის რომ ადამიანი ცდილობს რომ რაღაცნაირად პატივისცეს შემდეგ ადამიანს და გაქაჩოს ასე ვთქვათ ეს კარი და შემოიყვანოს და თქვენ ამბობთ რომ ეს არის დანაშაული. რატომ? რადგან რიგში მატარებელი ვარდება გრაფიკიდან. რაც იწევს უკანა მატარებლების დაწევას. აი წეღარო ვახსენებ. ერთი წამით რო კარს დაიჭერს ვინმე ეს უკვე გრაფიკიდან ამოვარდა. იმიტომ რომ სანამ ის სისტემა აღიქვაოს, სანამ მემანქანის ბრაზიც მოყვება მას პლუს და სანამ სისტემა აღიქვაოს, სანამ ეს დაახლოებით 10-20 წამი უკვე გვიანდება მატარებლის დაძვრა და გასვლა სადგურიდან. ასევე კარებს აქვს მექანიკური და პნევმატიური სისტემები. ანუ როდესაც კარები იხურება, პნევმატიკა მუშაობს, ანუ საჰაერო სისტემა კეტავს მას და მაღალი წნევით აწვდის ამ საჰაერო იმას რა ქვია. ანუ ჰაერის წნევით იკეტება ესე? კი ბატონო, მაღალი საჰაერო წნევით იკეტება და მე მის როგორ თქვა ასე თვითონ სისტემაში ეს გროვდება, როდესაც იჭერენ კარს. და მალე გამოყავს სისტემიდან, ანუ მალე აფუჭებს სისტემას თვლიანად. გასაგები, ეს ვიდეო რო დადეთ, გიგი როგორი იყო გამოხმაურება მოყვა, კარის დამჭერები უფრო შეგეხმიანენ თუ? ძალიან შეგვეხმიანა, ბევრი ასე რომ ვთქვათ, ზოგი ძალიან ცუდი კომენტარები, თუმცა დაბლოკით შემოვიფრაგლეთ, მაინც აღარ შევგვიძლია მეტად და ბევრი კომენტარიც იყო. არ უნდა მისცეთ ფართო გზა. კი ბატონო, ასევე ერთხელ ბატონს ეწერა რომ ლანძღვა და ის ამბავი რო იცითო, ჯობია ამ ბავშვს მოусვინოთ და რაღაცას გაიგებთო მაინც. აი მართალია.
ეხლა მეც მაინტერესებს და ესე საყვალპუროდ ვიკითხავ. ერთი სისტემით იკეტება პარალელურ რეჟიმში ყველა კარი? კი ბატონო. რამდენი ვაგონიც არის ჩაბმული ყველგან? 16 კარი იკეტება. 16 კარია? კი ბატონო. რამდენი ვაგონია? 4 ვაგონი. სტანდარტულად 4 ვაგონი დადის. სტანდარტულად კი, ჩვენი მეტროპოლიტენი ასე გათვლილი. და ერთ ღილაკზე იკეტება ყველა კარი. კი, მე მანქანის ერთი ღილაკს დაჭერით, ეგრევე და იკეთავს ყველა. მე-5-ემ რო დაიჭიროს მაგალითად კარი, მე-6 და მე-7 და მე-8-ს ამოვარდება და დაიბნევა ამ სისტემიდან? ანუ მატარებლებზე ამბობს. ხო, აი ნახე კარს, ვთქვათ ერთმა მგზავრმა დაიჭირა კარი, სხვა კარიც ესევე ამოვარდება იმიდან? ხო, ის კარი ზიანდება, ანუ დროში კი ბატონო, კი. მაგრამ სანამ სრულად არ დაიკეტება, ვაგონს ვერ დაძრავს მე ვაგონს ვერ მანქანა. დაძრავს, იმიტომ რომ იქ სისტემა უნდა აღიქვას უსაფრთხოების გამო, რომ ან გვირაბში ხარ დარჩეს ღია კარი, ანუ ისეც არ დააძრავინებს მე მანქანის მატარებელი. სხვათა შორის რა მაინტერესებს ცით სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან აპრობირებულია უკვე მემანქანის გარეშე არსებული მეტროს ვაგონები რო დადიან. მინახავს ახლა ვიხსენებ სადმე დოჰაშიც ვნახე, პარიზშიც ვნახე, პირდაპირ რომ მიდის, ხო? და პირველ ვაგონშიც ვიხარ, ძალიან საინტერესო სანახავია, პირდაპირ ესე გვირაბში მიექანება ეს ყველაფერი. მაგრამ აი იქ როგორ არის ყველაფერი, იმიტომ რომ მემანქანე ხო არეგულირებს სიტუაციას ცოცხლად. და როცა მემანქანი არ არის, ავტომატურად ეს როგორ ხდება? ხო არ ვიცით რამე ამ საკითხზე. ლიანად კარგად გამართულად არ შეგვისწავლია ეს თემა, მაგრამ ძირითადად ჩვეულებრივად იმიქიდან იმართება, ანუ სადისპეჩერო პუნქტიდან იმართება, როგორც ვიცით და ჩვეულებრივად რეგულირდება მატარებლები, როგორც გრაფიკში, უსაფრთხოებაში და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც სასურველია მატარებელს ყავდეს მემანქანე, რადგან რაიმე რომ მოხდეს უფრო ადვილად და ლავირება უფრო შესაძლებელია მართალია. გიგი, თუ იცნობთ უკვე პირადად მემანქანეებს, დისპეჩერებს და აი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ სისტემაში მუშაობს. სანამ ახლა ავტობუსებზე გადავალთ და მიწის ზემოთ ამოვალთ, მანამდე ჯერ მეტრო ამოვწუროთ. სამწუხარო ჯერჯერობით არ არის. არა, არ გიყურებენ ნეტა როგორ მაინტერესებს. ხშირად ახლა კი თვალში ხვდებით, კი ზოგჯერ გვესალმებიან, გვისიგნალებენ, უყურებენ ჩვენ ვიდეოებს და გვაქებენ ხშირად. მაგრამ ცნობით ხა პირდაპირ ესე არ. პირდაპირ არა. ისიც ვთქვათ, რომ თქვენ მეორე არხიც გაქვთ, რომელსაც ქვია მეტრო თბილისი, ხო სწორია? ეხლა ვცდილობ რომ ჩავტვირთო ეს არხი, სადაც არის, აი მაგალითად, ის ცნობილი ხმა, როგორც ხადდება, ხო, შემდეგი გაჩერება და ინფორმატორი ამ ხმაზე არის დადებული ესთეტიურად ლამაზად გადაღებული ვიდეოების განათებით და ფერებით და აი რას ემსახურება ეს ვიდეოები გითხარით და მე თან ჩავრთავ. ეს არის ჩემი კონკრეტული გზადვური დიდუბე. Next station კოცრიძე. რაღაც ესეთი ნოსტალგიური და სევდიანია და რატო გადაწყვეტეთ ესეთ ვიდეოების გაკეთება? მინდა რომ ესთეტიურად წარმოვაჩინო დღევანდელი ჩვენი მეტროპოლიტენი, აი როგორი ეგრეთ წოდებული ვაიბი და როგორი ისინი მოაქვს, ანუ განცდები, ხალხი ძირითადად ხედავს, როგორც აი სამგზავრო გადაყვანის საშუალება. და მე უფრო მინდა რომ წარმოვიჩინო მგზავრებს, აი როგორც ესთეტიური underground სივრცე. მოიცა შემდეგ. შემდეგი სადგური ბარკეთილი. Next station ბარკეთილი. და უცებ ამოდის იისფერი განათებები, ნეონის შუქები, ეს ყველაფერი მართლა რეალური კადრები არის გადაღებული. უბრალოდ შენ ყურადღებას აქცევ, როგორც ხვდები, მაინც ისეთ დეტალებს, რასაც გზავრობის დროს, გადარბენის დროს, რუტინაში ესე დიდად ვერ ვაქცევთ, ხო, ყურადღებას. მოდი კიდე ერთ. ბარკეთილის მეტრო მაგალითად და აი კიდე ერთ ვიდეოს ჩავრთავ, აი ეს ვიდეო თოლშია გადაღებული. საკმაოდ ესთეტიური გამოვიდა და სადაც თოვლში მიდის ვაგონი, ეს გარესადგურებია გადაღებული, სადაც თოვლი ჩაის. რაღაც თითქოს ხდება რომანტიზებაც იმ გარემოსი, რასაც მიწისქვეშა სამყაროში მეტრო ქმნის. საით უფრო არის ინტერესი აი ესეთი ვიდეოების მიმართ თუ ინფორმაციული ვიდეოების მიმართ, რომელსაც გიგი აკეთებს? ინფორმაციული ვიდეოების მიმართ უფრო არის ახლა ხან, სანამ ბევრ თემას ამოვწურავთ, ისეთ თემებს ვეხებით, რომ ძალიან მაღალი ნახვები მოყვება ამ ყველაფერს ხოლმე. აჰა. გიგი, ეხლა გადავიდეთ ავტობუსებზე. ავტობუსები უფრო გაინტერესებს თუ მეტრო? ეგ ძალიან სენსიტიური კითხვა აჭირთ. მაგრამ მაინც ავტობუსები მირჩევია, იმიტომ რომ ბავშვობაში სულ
ასე ვთქვათ, ყვითელი ავტობუსით დავდიოდი სკოლაში და ყვითელი ავტობუსის თაობა ხართ? კი. აჰა. აი მე ტროლეიბუსის თაობა ვარ. ტროლეიბუსიც რო იყოს, კიდე უფრო მრავალფეროვანი იქნებოდა თქვენი ვიდეოები, იმიტომ რომ იქ ცალკე არის კიდე ზედა ძაბვა ხო? ეს დამაკავშირებელი რაც აქ ამ ტროლეიბუსს და ცალკე რომანტიკა ქონდა კიდე ტროლეიბუსით სიარულს. ესე იგი ავტობუსი გიყვარს. გვითხარი რაიმე საინტერესო ინფორმაცია ავტობუსებზე ქალაქში როგორ მოძრაობს, რა ხდება და თუ აი თვისეთ უკვე ის ახალი და გრძელი ავტობუსები, რომელიც გადაბმულია ერთმანეთზე და მეტი მგზავრი გატოვს. დავიწყოთ რომ თბილისის ავტობუსო სისტემა 1935 წლიდან მომდინარეობს. ამას ასე რომ ვთქვა ძალიან ბევრი ავტობუსი აქვს ნანახი ასე რომ ვთქვა აი იკარუსიდან დაწყებული მანის ახალთვრაგმეტრიანი ავტობუსამდე დამთავრებული. ძირითადად ეხლა თბილისის სატრანსპორტო ავტოპარკში არის 1059 ავტობუსი. აქედან 226 არის თურქული წარმოების BMC Pro City 12 CNG-ის ავტობუსი, ხოლო 399 ცალი არის Isuzu-ს ავტობუსი მეტრიანი და მეტრიანი? 8 მეტრიანი. 10 მეტრიანები ყავს 90 ცალი, ხოლო ლურჯი ავტობუსი ასე ეგრეთ წოდებული მანა 21 ყავს 154 ცალი. ძალიან სახალისო იყო მეგობრებო, როდესაც გადავხედე ამ ბიჭების ვიდეოებს, ავტობუსებზე ქონდა გიგის ერთი ვიდეო ჩაწერილი და იქ ვხედავ, რომ კომენტარებში უწერენ და 16-17 წლის ბიჭებს თხოვენ ადამიანები დაამატეთ ამა თუ იმ ავტობუსზე რაოდენობა, ამა თუ იმ ნომერზე, იმიტომ რომ ბევრი ხალხი ვართ, ველოდებით არ ყოფნის და თქვენ გთხოვენ პასუხს ამა თუ იმ ნომრის დამატებაზე. ისეთ ვიდეოები გამოგვივიდა, რომ ეგონათ პირდაპირ მერიასთან მქონდა კავშირები, ეს არ არის მერიასთან. ხო, აი ეს მაინტერესებს, თქვენ ხართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხალხი. დამოუკიდებლები, ეს არის ჩვენი ჰობი. ჰობი. ჰობი მარტო მეტრო და ავტობუსია თუ კიდე სხვა ტრანსპორტებსაც მოიცავთ? ნუ ტრამვაიში დაბრუნდება, შეიძლება ეგეც ჩავთვლოთ. ტრამვაიზე არის საუბარი ხო, რომ დიღომში და დაბრუნდეს. მატარებლები და საქალაქო შორისოზე ჯერ არ გადასულხართ. არა, რკინიგზაზე არა. თვითმფრინავები არ გაინტერესებთ? თვითმფრინავი არ. არა, რა საინტერესო, ანუ თვითმფრინავი რომელიც ყველას აინტერესებს, იმიტომ რომ ეს არის მართლა რაღაც საოცარი გამოგონება, როგორ დააფრინავს, რა სისტემები აქვს, ის არ გაინტერესებთ და მეტროზე და ავტობუსებზე წიგნებს კითხულობთ და იკვლევთ. კი ბატონო. კარგი, გითხარით ახლა რა იქნება შემდეგი თქვენი თემა და მე დაგემშვიდობებით უკვე რას ამზადებთ. ნუ მოდი იმის დავიწყებთ, რომ მე ამჟამად ვარ ერთ-ერთი თამაშის დეველოპერი, ასე რომ ვთქვათ, სადაც ასე რომ ვთქვათ, რეალური ინსცენირებაა მოწყებული, ვითომ აი გვაქვს ასევე სატრანსპორტო კომპანია, მუშა ავტობუსები. ვითომ? დიახ, საგანმანათლებლო მიზნით არის გაკეთებული და ამავდროულად პოლიციაც არის, სადაც ანუ ადამიანი როდესაც მოვა მას შეუძლია აირჩიოს რომელი პროფესიაც უნდა და მე ბოლომდე გაყვეს მაგას რომ სამომავლოდ უფრო იცოდეს თემატიკა. რაზე უნდა იმუშაოს მომავალში და უფრო გაცნობიერებული. ანუ რეალისტურ თამაშში ხართ ჩაბმული. კი ბატონო და ამ თამაში სატრანსპორტოს დირექტორი მე ვარ, ასე აჰა, სატრანსპორტოს დირექტორი. პროფესიითაც ამას აპირებთ ეროვნული გამოცდები და ბარემ კი ბატონო, ბოლომდე ვაპირებ სატრანსპორტოს დირექტორს და იმედია წარმატებები. წარმატებულ ეროვნულ გამოცდებს გისურვებთ, წარმატებულად ჩაბარებას გამოცდების და დაველოდებით თქვენს ახალ ვიდეოებს და თქვენ აუცილებლად აღნიშნავთ დამშვიდობებამდე გულსაბნევი გიკეთიათ, სადაც არის ავტობუსები, სწორად ვამბობ? მოკლედ თქვენი ჰობი ყველგან იგრძნობა. ეს არის პრაღის მეტროს ყველანაირი ტიპის შემადგენლობები, მეტროპოლიტენის დატანილი, რომელიც ჩვენნაირმა მეგობარმა ჩამომიტანა საჩუქრად პრაღიდან და ესე იგი ეს ტრანსპორტზე შეყვარებული ხალხი რაღაც ცალკე გუნდი ხართ. 15 კაცი. ხართ თბილისში ხო? აბა მოკითხვა და დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. მე შეგახსენებთ რომ ახალგაზრდა სტუმრები გვავდნენ 16 და 17 წლის ახალგაზრდები გიგი თევზაძე და გიორგი აზმაიფარაშვილი, რომლებიც არიან ტრანსპორტზე შეყვარებული ადამიანები, იკვლევენ მეტროს და ავტობუსის მუშაობის სტილს, სტატისტიკას, სხვადასხვა ნიუანსებს და ამ ყველაფერს TikTok-ის პლატფორმის მეშვეობით გვიზიარებენ. ეს იყო ამ შემთხვევაში ჩვენი გადაცემის თემა, რა თქმა უნდა, დაგიბრუნდებით ცოტა ხანში თქვენ რადიო იმედს უსმენთ FM 105.9-ზე. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.